ფარად კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის საქმეს საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, როგორ შეფასებით ამ დასკვნას? აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფარაზე, საუბარია ასევე გრანტების კანონზე, მაუწყებლობის დაფინანსების კანონზე, ყველა ამ კანონის გაწევა ან შესწორება. თუმცა ხაზგასმული ამდარი ვენეციის კომისიას ბატონო ახლა რა სიტყვით ამ კომისიის დასკვნაზე? არაერთხელ მოგვისმენია ქართული ოცნების პოზიცია, რომ ინდობოდით ამ არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, იმიტომ რომ აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს განახორციელოს კონტროლი თუ საიდან ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომელიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, იხარჯება ძალადობრივი და მოძალადეების წახალისებაში, რაც ძალიან მძიმეა, შესაბამისად ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა კონდეს ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი მუშაობს დიდი ხანია, პირიქით საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ზოგადად ფინანსური მდგომარეობა, ფინანსები, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმიტომ, რომ ისინი, ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს და ამის რამდენჯერმე მცდელობა იყო და ახლაც გაიხსენეთ აგერ 4 ოქტომბერს პირდაპირ შტურმი ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეზე, რა თქმა უნდა, მათ არ აქვს სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული საქართველოში, იმიტომ რომ ყველაფერი ცხადი იქნება და ყველაფერს თავის სახელი ერთობა. საზოგადოება ყველაფერი იცის, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის ხელი. ხომ არ ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს კანონებთან? ეს თემა რომ ამოვწყუროთ ბატონო კახა, კომისიის რეკომენდაციის შემდეგ ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს? აი თქვენი პოზიცია როგორი არის? ჩვენი პოზიცია არის მარტივი. არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ დავჯდეთ, ვისაუბროთ, მოგვიყვანეთ არგუმენტები, თუ რატომ არის აღნიშნული კანონები ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციის პროცესს, არანაირი არგუმენტი არ არის. მერწმუნეთ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს და დღემდე არ მოგვისმენია. ამას ვიძახით, არ თუ 6 თვეა თუ რამდენი უკვე 1 წელიც გავიდა, მაგას ვიძახით, რომ თუ კი რაიმე არგუმენტი გაგაჩნიათ, წარმოადგინეთ, რომ დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. შეიძლება რაღაცა ჩვენ გვეშლება, რაღაცა ჩვენ შეგვეშალა, გადმოვიტანეთ ამერიკული ფარას კანონის ანალოგი, ზუსტად იგივე, თუმცა ესეც არ შეიძლება. და მარტივი აქ დასმის გაკეთება, იმიტომ არ სურთ აღნიშნული კანონების მიღება საქართველოში, რომ პირდაპირ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, ვინ აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალებების ცდილობას ქვეყანაში, ხელისუფლების დამხობას, სარწმუნოების, ეკლესიის, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ, ვინ იბრძვის, ამაზე ექნება ინფორმაცია. კომისიის დასკვნაში წერია ბატონო კახა, რომ არ ერგება ქართულ, ბატონო არ მომისმენთ, რა წერია? განმარტებები წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში, არ გაქვთ ალბათ წაკითხვა. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც ხედავთ ამ ტიპის ნაბიჯებს, თუმცა გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ ჩამოვიდა თავის შვილებთან, იცით რომ ზუსტად გარედან ფინანსდება ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც რუსთაველზე იკრიბება, რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, გადაკეთავს გზას, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის თბილისის დედაქალაქის მოსახლეობას და ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოინახულებინათ საკუთარი შვილები. ეს არის რეალობა საზოგადოებამ. იცით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რა არის, რომ საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ყველაფერს ხვდება. ყველაფერი ხელის გულზეა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან და ყველაფერი ცხადია თუ როგორ, საიდან, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და რა მდგომარეობაა ზოგადად. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მტკიცე ხასიათით, იმ პრაგმატული პოლიტიკით პირველ რიგში უნდა დავიცვათ ქვეყნის ინტერესი და გავატაროთ ქართული ხალხის ინტერესი. დაკავშირებით ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის აქვეყნებს კრიტიკულ დასკვნას, თუმცა არგუმენტები ვერც ამ შემთხვევაში ვერ ვნახეთ, უბრალოდ აპელირებენ იმით მაგალითად, რომ ფეიქ დამკვირვებლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, ასევე იმას, რომ ვადა უთოს მოწვევის იყო მცირე და ვიცით, რომ წევრი არის ისფედი ამ პლატფორმის, ისფედი, რომელიც პივიტის გაყალბებაშია მხილებული, რამდენად სანდო შეიძლება იყოს
როლს ახლა ეს დასკვნა და რა მიზანი აქვს? და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახლა იქ მუშაობს ელენე ნიჟარაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ის ფეც, მაშინ როცა ის ხო და რა გიკვირთ? რატო გიკვირთ აღნიშნული დასკვნა? აგერ თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ ის ადამიანები, ვინც პირველი გამყალბებები არიან ქვეყანაში და ვინც საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ სფედის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. ხო, რა გიკვირთ, რომ ამ ტიპის დასკვნას დებს? რა თქმა უნდა, რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე არის ის, რომ ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა არა მოძალადეებს, კიდევ ერთხელ უთხრა არა აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან. ეს არის რეალობა. ბატონო კახა, 4 ოქტომბერზე ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ მისი პრემიერობის დროს პარტიიდან წასული ადამიანები აფინანსებდნენ რევოლუციას და აგულიანებდნენ ლევან ხაბეიშვილს. ეს არის ციტატა, რომელიც მან თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ თქვენი ყოფილი თანაგუნდელები პარტიიდან წასული ადამიანები აფინანსებდნენ რევოლუციას? არ ვიცი, ვერ გეტყვით არ ვიცი. კობახიძისგან გაიგეთ ეს პირველად? კი, არ ვიცი, მე დეტალურად შეიძლება ირაკლი უფრო მეტი იცის და რავი, არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრია და ცხადია უფრო მეტი ინფორმაცია. ღარიბაშვილზე და ლილუაშვილზე ხომ არ მიანიშნებდა ირაკლი კობახიძე რას სპეკულაციებს ძალიან გთხოვთ. და ბატონო, რატომ არ არიან ეს ადამიანები მაშინ დაჭერილი, შეგიძლიათ გითხრათ, თუ იცის კობახიძემ რომ აფინანსებდნენ დამხობას და რევოლუციას ბოდიში რო ამოვწურო, ხო მეც მისმეს, ხო მეც ვუკითხოს და რა გავაგრძელოთ ჩემი თემა. ბატონო, რომ ამოვწუროთ, ხო? არ შეგიძლიათ კითხვაზე პასუხი რომ ისი რა მიზანი ქონდა ბატონო ოპოზიციას 4 ოქტომბერს? არაფერი მიზანი, ნახეთ მიზანი ჩვენ მთელი თვეების განმავლობაში ქონდათ კამპანია, რომ ისინი აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი დაგვამხობდნენ და ამის აღსრულებაც დაიწყეს. თქვენ თუ დააკვირდებით თუ როგორ განვითარდა მოვლენები, პრეზიდენტის სასახლეზე იყო შტურმი, გადაანგრიეს ღობე, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში და ეს აღკვეთა პოლიციამ და უწყების შესაბამისმა დანაყოფებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით, გაიხსენეთ ჩემი განცხადებებიც, პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ თავი შეიკავეთ, გინდათ რაღაცის გაპროტესტება, კი ბატონო, შეგიძლიათ კანონის ფარგლებში ეს გააკეთოთ, მაგრამ ნუ გადააბიჯებთ, ნუ გადახვალთ კანონის მიღმა, თორემ მოყვება რეაგირება და ამ ადამიანებმა არ გაითვალისწინეს თავის არჩევანში ყველა თავისუფალია, რადგან გადადგეს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც მოყვება რეაგირება. თუ უფრო მეტი იცის კობახიძემ, ბოდიშით მეგობრებო, ამოვწურავ თემას, ხო შეიძლება? ანუ ხალხო არ გესმით ჩემი ხმა? ამოვწუროთ თემა, ხო შეიძლება? ბატონო კახა, არ გესმით ჩემი რო გელაპარაკები? ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეხედულება, თუნდაც მიტინგის გზით. მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. როდესაც იკრიბება რამოდენიმე ათეული ადამიანი და მიზანმიმართულად, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად კეტავს საავტომობილო გზას, ეს არის დანაშაული და ეს არის ძალიან დიდი დისკომფორტის შექმნა მილიონობით თანამემამულეებზე და თანამოქალაქეებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კანონიც იქნება მოყვანილი შესაბამისობაში, რომ ეს ბატონო, თუ იდენტიფიცირებული არიან ეს ადამიანები და ირაკლი კობახიძე მიცის, რატომ არ იჭერა? შეგიძლიათ გითხრათ, დამხობას ვინც აორგანიზებდა, აფინანსებდა. ბატონო კახა, საერთაშორისო დაკავშირებით დამხობას რაც შეეხება. ხო, აი გამეცით. ვინც აორგანიზებდა, შემსრულებელი იყო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ იდენტიფიცირებულები არიან, რატომ არ იჭერა ყოფილ თანაგუნდელებს თქვენსაც იმუნიტეტი აქვს რამე? დამშვიდით. რამე იმუნიტეტი აქვს ამ ადამიანებს? თუ იცით რომ აფინანსებდნენ რევოლუციას. ძალიან ხვაურიანი განცხადება გააკეთა თქვენმა პრემიერმა, ხომეცია ბატონო კახა. ამაზე გამოძიება დაწყებულია, ვისაც აქვს ბრალი აღნიშნულ გადატრიალების მცდელობაში პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი. მათ შორის ყოფილ თქვენს თანაგუნდელებსაც განებეთ სპეკულაციებს და კობახიძე სპეკულირებს ახლა. იპოდრომზე შენდება პარკი და სპეკულაციებს თავი დააყენებს. რუსეთის ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოს
აკრძალვაზე პარტიების აკრძალვაზე. მეორე მოსმენით გადის აღნიშნული ასევე არსებობს და თქვენი პოზიცია როგორია? სარჩელი აი ზოგადად დავასრულებ რა ბატონ ნუ კახა არაფერი არის კონკრეტული პოლიტიკური შეეხება და რა მიზანია ცოტა დავწიოთ ხო? ესეც რომ დაგვიწყოთ დავწიოთ არის, 10 არის პარტია კონკრეტული. დაასახელა კობახიძე. კი, არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებს და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. რაც გაეცემა შესაბამისი პასუხი და რა თქმა უნდა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. რუსეთის ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი იყო საქართველოში ჩამოსული და როგორ ვრცელდება ინფორმაცია თქვენთანაც ქონდა ამას შეახვედრა. რა მისიით იყო ჩამოსული, ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ? აი რა კითხვები ქონდა, რა განაცხადი. ეგ არის მხოლოდ თქვენი ისა შეფასება. რუსეთის მმართველი უმარი პარტიის გახლავთ, ელიტასთან მეგეთქვით. თქვენთვის რო უფრო ის იყოს, რა ქვია, გქონდეთ ინფორმაცია, უმარი გახლავთ მსოფლიო ბოქსის ასოციაციის პრეზიდენტი. ამას დიდი ხანია ვიცნობ. და არაფერი საქართველოში იყო აი რა ჩამოსული. კითხვები ქონდა, რა მისიით იყო ჩამოსული? უბრალოდ მეგობრული ვიზიტი იყო მეტი. შეხვდით მას ესე იგი. ბატონო კახი, ნახეთ, არა მხოლოდ რუსული მედია თავისუფალი, არამედ ევროპული მედიაც წერდა, მაგალითად, როდესაც იყო სანქციების შემდეგ, რუსეთის სანქციებს გულისხმობ ავტომობილების შეტანა, უცხოური მარკის ძვირადღირებული ავტომობილების სანქცირებულ ტერიტორიაზე შეტანასთან დაკავშირებით პირველი კვალი სწორედ ამ ადამიანთან მიდიოდა და თავისუფალი მედია წერს რუსეთში, რომ სწორედ ეს ადამიანი აკონტროლებს ეგ ბიზნესსაც და კრიმინალურ სამყაროსაც. ამ ადამიანთან შეხვედრას თქვენ ადასტურებთ? ეხლა კიდევ ერთხელ მიმოვიდე, ეს არის თქვენი სპეკულაციები. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი შეფასებები, არც თქვენი პოლიტიკური შეხედულებები. თქვენ ხართ იქ, სადაც ქართულმა ხალხმა მოგიჩინათ ადგილი, ხართ პოლიტიკურ სანაგვეზე და ღმერთმა მოგახმაროთ გააგრძელეთ ცხოვრება იქ, სადაც ხართ და როგორც ხართ. ბარნავის 8 ნომერში არა შემთხვევით მოდის გეტყვით. ბარნავის 8 ნომერში არის გაცემული ნებართვა 7 სართულიანი სართული, სადაც შენობის მშენებლობის, სადაც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ავარიული სახლები. როგორ მოხდა ამ ნებართვის გაცემა, შეგიძლიათ გითხრათ? მოსახლეობასაც აქვს პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, თუ იპოდრომთან დაკავშირებით ვიცით מה თუ შეგიძლიათ? შეიძლება რომ დავამთავროთ აღნიშნული საკითხი. თქვენ შეკითხვას რაც შეეხება, აგერ არის პრესამსახური, მე ზეპირად ხო არ შემიძლია ხა ყველა გაცემული ნებართვაზე გიპასუხოთ თუ რა როგორ რა მდგომარეობაში რატომ იქნა გაცემული. ამიტომ წარმოადგინეთ თქვენი კითხვა წერილობით და ჩვენი შესაბამისი სამსახური გაგცემთ პასუხს სრულყოფილს ყველა თქვენ შეკითხვაზე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. იპოდრომი გემახსოვრებათ. ყველაზე გამწვანებულ ყიდდაფარულ ნაწილში იპოდრომს რაც ნახეთ შემოსულია უკვე მშენებლობის ნებართვაზე განცხადება. საკრებულოს იპოდრომზე სპეკულირებთ, ჩვეულებრივი სპეკულაციებია. იპოდრომის ტერიტორიაზე ყიდდაფარული ნაწილი სადაც არის, იქ უნდა აშენდეს ეს შენობები. იპოდრომის ტერიტორიაზე გაშენდება პარკი, რომლის პროცესი უკვე დაწყებულია. აღნიშნულს სამუშაოებს აკეთებს საქველმოქმედო ფონდი ქართულ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი უშუალოდ არის ჩართული პროექტის განხორციელებაში. აღნიშნული ტერიტორია გასხვისებული იყო იმისთვის, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო, კორპუსები აშენებული იყო, ამის პროექტიც არსებობდა. ეს წარუდგინეთ საზოგადოებას, შესაბამისად რა მოხდა, რომ საქველმოქმედო ფონდმა ქართულ და ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ტერიტორია გადმოსცა მუნიციპალიტეტს და პარალელურად თვითონ ახორციელებს ინვესტიციას, რომ ქალაქს კონდეს ცენტრალური პარკი აღნიშნული სივრცის ტერიტორიაზე საუბრობთ. მე ვსაუბრობ იპოდრომზე, როდესაც მე საუბრებით, ეგ არის იპოდრომის ტერიტორია. აი ზუსტად ეგ აი თქვენი თქვით, თამარაშვილის ის კონკრეტული ნომერი არ მახსოვს, არანაირი კავშირი არ აქვს იპოდრომის ტერიტორიასთან. რომელიც გასხვისდა, თუმცა იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფონდი ქართულს რომ დაავასრულოთ პრემიერ ბიზნესმენების დუმილს